დილამ მშვიდობისა დღეს 24 აპრილია, 4 შაბათი და პირდაპირ ეთერშია მაღვიძარა. ტრადიციულად გაგაცნობთ პრესის სიახლეებს და ინტერნეტის ამებსაც მოგიყვებით. მაგალითად, ნიუ-იორკში მოხალისეებს ამბიციურ კოსმოსურ პროექტში მონაწილეობის მიღებას თავაზობენ. გამარჯვებული მარსზე მიიღებს გამგზავრების უფლებას. ჯორჯ პომპიდუს ცენტრთან კი გიგანტური წითელი ბურთი აღმართეს. ინსტალაცია ერთ-ერთი პროექტის ნაწილია და მას ათასობით ადამიანი იხილავს. ახლა კი საქართველოს ამბები და განსაკუთრებით ეს პატარებს გაახარებს 28 აპრილს თაცმდის პარკში. სეზონი იხსნება თუ რა აქტივობებია დაგეგმილი ამასთან დაკავშირებით ისაუბრებენ პარკის დირექტორი ირაკლი სასანია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე ჩხეიძე. დილამ მშვიდობისა ჩვენა ერთგულო მაყურებლებო. იმედია ჩვენთან ერთად იწყებთ დილას. დღესაც წინ ბევრი საინტერესო გელოდებათ. მეც ვაგზავნებ ჩემ კვირილს, რომელიც აქსესუარებს ეძღვნება და სიუჟეტში ნახავთ როგორი საღდგომო აქსესუარები გაგვიკეთა დიზაინერმა ეკა ჩანჩიბაძემ. სიუჟეტის შემდეგ კი შემოგვიერთდება აქსესუარების დიზაინერი მაია მიქაშავიძე. ასე რომ ვფიქრობ აუცილებლად უნდა უყუროთ მაღვიძარას. დილამ მშვიდობისა გრძელდება ჩემი თემა ექსტრემალური პროფესიები. დღეს მაშველებზე ვისაუბრებთ. ეს პროფესია მართლა დიდ გამბედაობას მოითხოვს. ჩემი სიუჟეტის გმირი გოგა გამგებელი მოგიყვება თუ როგორი საინტერესო და ექსტრემალურია მისი საქმიანობა. ვფიქრობ დღეს საინტერესო 3 საათი გელოდება დაჭი ჩვენ. მეც მოგესალმებით დაჭით 11 საათამდე მაღვიძარასთან ერთად ჩვენ ხალისიან გადაცემას გვერდებით. Top Service-ის სიუჟეტში ნახავთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ვარსკვლავურ წყვილებს. Forbes-თან ერთად მათ კაპიტალს ჩვენც დავითვლით. ამ ყველაფერს 1 საათში ნახავთ გადაცემის მესამე ნაწილში კი მაღვიძარას ჯგუფი ზეს შემოუერთდება. ახლა კი მაესტროს ეთერში ახალი ამბების დროა. მაღვიძარა პირდაპირ ეთერში გაიღვიძეთ ჩვენთან ერთად. დაჭით 11 საათამდე მაღვიძარასთან ერთად და გაიხალისეთ დილად ჩვენს საინტერესო გადაცემას გვერდებით. მე კი შეგახსენებთ რომ 28 აპრილს თაცმდის პარკში სეზონი იხსნება თუ რა აქტივობებია დაგეგმილი დაეღოდეთ გადაცემის მესამე ნაწილს და აუცილებლად გაიგებთ. მე კი მაშველებზე ვისაუბრებთ, როგორც აღვნიშნე, ეს პროფესიაც გამბედაობას და გმირობას მოითხოვს. მე ვიცი ნინუსაც ძალიან მოწონს ეს პროფესია, იმიტომ რომ ექსტრემალია ნინუსა ბუნებით, არც სიმაღლესაც არ ეშინს. ანუ როგორ მაშველებზე საუბრობ? ხა მე მაშველი წარმოვიდგინე. ამიტომ ხარ რაღაც ეგრევე. მე გეტყვი ამ როგორი მაშველი წარმოიდგინეს. პლიაჟზე რო კუთიანი ბიჭი მირბის ესე იმი. Mitch Buchanan remove. კი, ეგრევე სერიალი გამახსენდა. მეგეც მაშველია. ზოგად მაშველებზე საუბრობ. ჩემი სიუჟეტის გმირი გოგა გამგებელი მოგიყვება თუ როგორი შეგრძნება ქონდა პირველად როცა მერვე სართულიდან აი ესე თოკი დაეშვა ქვემოთ ამას ვცლად ჩემ სიუჟეტში ნახავთ ხოლო შემდეგ შემოგვიერთება საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე ნოდარ ჭუმბაძე. გოგა გამგებელი 29 წლის მაშველი პოზიცია სახანძრო სამაშველო ნაწილის უფროსის მოადგილე სამუშაო სტაჟი 6 წელი. აი როგორ მოხდი ამ სამსახურში? ძალიან მინდოდა საერთოდ ტელევიზორში ვიყურები, ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ რაღაც ისე შეგრძნება მქონდა რომ რაღაც მაშველი რო იყავი რაღაც სხვა ადამიანი რა. გმირი ხო, რაღაც ეგეთი. რომ რაღაც ცნობდი თავს უფრო ძლიერად, რომ რაღაც ბევრი ადამიანის დახმარება შეიძლება გადარჩენა და შველა. ჩემთვის უკვე უბრალოდ იმდენი აღჭურვილობა იყო, რომ ჩემს უბრალოდ ხედავდი ამ ყველაფერს, გამიჭირდა ყველას ერთდროულად შეხედვა, სწავლა, გამახსოვრება. არა ეტაპობრივად მე ნელა ვისწავლე და მაინტერესებდა უფრო მეტად 10 მეთაურს ვეკითხებოდი ეს რა არის და იმდან ვაწუხებდი სულ და უკვე შემოხვედი დაიწყე მუშაობა ეს პირველი პრაქტიკებს გადიოდი პირველი გამოძახება გახსოვთ სუპერულად ჩავდიოდი მეორე სართულიდან პირველ სართულზე რა და თოკი ხო? აი როგორ ხდება ეგ? ისე ძლიერად შევიკარი კარაბინი რომ ჩასვლისას უკვე ადრენალინი გამოიყო რომ ხელებს ვეღარ ვიმოშვებოდი ვერ მოხსენი კარაბინი 5 წუთი მარტო იმას უნდებოდი რომ მე ცოტა ხანი მოეშვას და 5 წუთის მერე მოვიხსენე. დაბლა არ ჩავმიხედია ისე ჩავოდი პირველად რო ჩავოდი დაბლა არ უყურებოდი თავისებური ის ქონდა რა. მიჩვეული ვიყავ მე-4 სართულიდან სავალიშო კოშკიდან რო სავალიშობით მე-4 სართულიდან თვალიც მაინც მიჩვეული ვიყო. აი რო ჩამოხვედი მე მინდა შეგრძნება რომ აი ჩამოხვედი თუ ამოისოთ გეღონი. აი მიწაზე რო ფეხი დავდგი რაღაც ერთგვარად აი რაღაც გეგონი მო დიდი რაღაც ისრიდან მოგაძრეს. გზა
გზა 912 გადადი გვერდზე გზა აი თუ გაიხსენებ ისეთ სიტუაციას, როცა ცოტა დრამატული იყო, ანუ აი რაღაცა რთული იყო. 65 წლის ქალბატონი იყო, სახლში დახვდა ზალაში, დაჭრილი იყო. მოქალაქის მიერ და დაკეტილი იქნა მოქალაქის გასაღებით კარები და წასული იყო. ეს კარები იყო, რავი, თუ კი რამეს საკეტი და სამოკი არსებობდა, ყველანაირი იმით იყო დაკეტილი რა. კარებთან მომეწია მუშაობა იმ დროს რა და მარტო კარებს შიგნიდან, ესე იგი, აი ისეთი შეგრძნება მქონდა კარებს რო ვაგებდი, ალბათ ვამტვრევდი. გვიანი იყო ღამე, ჩავედით, ვიცოდით რომ სახში არავინ არ უნდა ყოფილიყო. ჩავედით სახში და სანამ კარებამდე მივიდოდით გასაღებად რკინის კარებამდე, უკრინდან მოხუცმა ქალბატონმა ჭავარად მისწოდეს გამბუსეთ დიდი თმებით, ხელი დაგვარტყა მხარზე და ერთადერთი ვიგრძენი რომ მერქივსიო აი ეგაც. დავამთავრე ეგ ცხოვრება. ანუ იცოდით რომ სახში არავინ არ არის. არავინ არ არის, არც არავის არ ელოდები, სარეელია სახლი იცი და ამ დროს უკრინდან ვიღაც ხელს გითხავს, აქ რასაკეთებ აქ რა რამდენად ხშირია ხოლმე აი ესეთი გამოძახებები, რომელშიც ნორმალურმა ადამიანმა თვითონ უნდა გაართვას თავი. თვალი იყო ერთი მოქალაქე დაგვირეკა რომ კარები მაქვს ჩაკეტილიო, მივედით გამოძახების ადგილზე და ესეთი თვალი იყო რომ გასაღები ჯიბეში ქონა და კარები ძღია იყო. ჩვეულებრივად სახელმწიფო ჩამოუწიეთ გაიგო და რა რომელი კარებს ვერაგებდა, არ ვიცი მეზობლის კარებს ვერაგებდა, არ ვიცი. ესეთი მაშველი ჩაუშვით მე-7 სართულიდან მე-6 სართულზე აივანზე და რო ჩავიდა აივანზე ჩაიხსნა თოკი რაღაც მობრუნდა კარებთან მივიდა და ლუგინზე დაინახა ესე დიდი პანტერა იწა რა და ამას ეგონა ნამდვილი არ ვიცი რაღაცა და მობრუნდა უკინა თან ჩუმად იძახის არ უნდა რომ იქ პანტერამ გაიგოს რომ რაღაც არ მომხდეს რა რაღაცა და იქიდან იძახის ამწიეთ გეხვეწები ამწიეთ და პანტერა წევს ლუგინზე და ვერ შევალ სახშიო თვითონ თოგზე ხელით და ამოვიდა ზემოთ რომ ჩაკეტილი კარიდან ჩამოგრეული შენობებიდან და ნაავარიები მანქანიდან ადამიანების გამოხსნა მათი სამსახურია. მაშველის პროფესია საქართველოში სახანძრო სამსახურის შემოსვლასთან ერთად ჩამოყალიბდა. ხშირად ისინი მეხანძრის მოვალეობებსაც კი ითავსებენ. მაშველებმა არასოდეს იციან რა დახვდებათ შემთხვევის ადგილზე, საგანგაშო სიგნალი მათთვის იმის ნიშანია, რომ სრული აღჭურვილობით შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში უნდა გამოცხადდნენ. დრო მათ პროფესიაში ყველაზე ძვირად ფასობს. გამოძახებაზე გავდივართ. ჩვენ შემოგვიერთდა ნოდარ ჭუმბაძე, დიდი მადლობა რომ მოხვედით დილა მშვიდობისა. მოგესალმებით ჩვენ დილის გადაცემის მაყურებლებს. დიდი მადლობა რომ მოხვედით. სხვათა შორის მე ვერ გავყევი გოგას გამოძახებაზე. სიუჟეტი ისე დამთავრდა რომ გამოძახებაზე გავიდნენ, თუმცა ჩვენმა გადაღება ჯგუფმა შემთხვევით გუშინ გადაიღეს ექსკლუზიური კადრები, რომელსაც ახლა გავუშვებთ. ჩვენ მალე დაგემურდებით ნახოთ სიუჟეტი. დავაი, მანქანაში გამოვა. ალშიეგონა და არა. შენ არა ის I'm still a sucker for going wrong. I never changed that. Your body is banging, mama, but where your brains at? Still the same cat when I was young, I'm running with bad boys. But now I'm older, rock and soul, running with bad boys. აი ეს შემთხვევა შეესწრო ჩვენი გადამღები ჯგუფი. ბატონო ნოდარ, თქვენი კარიერა როგორ ვითარდებოდა? აი გოგამ რიგითობიდან დაიწყო და ეხლა ნაწილის უფროსის მოადგილეა. თქვენ ამ სფეროშივე იყავით, მეხანძრე იყავით, ხო თუ არ ვწდები? დიახ, მე დაახლოებით 13 წელია, 13 წელი სრულდება უკვე რაც ამ სამსახურში მოვედი. ეს სამსახური ჩამოყალიბებულია სახანძრო სამაშველო
სამსახურის ბაზაა, თვითონ სამაშველო სამსახური ჩამოყალიბდა სახანძროს ბაზაზე. მე დავიწყე მუშაობა დაახლოებით მაგახსენეთ რომ 13 წელია უკვე თქო მეხანძრე მაშველად, მაშინ მარტო მეხანძრე იყო, მეგობრის რჩევით, მეგობარი მუშაობდა და მისი რჩევით ნელ-ნელა შევყევით სამსახურს და დღევანდელ დღესაც მუშაობ. უკვე გავიარე რამოდენიმე ეტაპი, თითქმის ყველა ეტაპი, რომელიც მეხანძრე მაშველს უნდა გაევლო. რაც შეეხება სამაშველო კუთხეს, სამსახური 2006 წელს შეიქმნა მოგახსენეთ სახანძროს ბაზაზე. არსებობდა მარტო მხოლოდ ერთი სამაშველო დანაყოფი, რომელშიდაც შედიოდა როგორც სახმელეთო სამაშველო, ისე წყალზე მაშველები. მე მოთხოვნილების სამებრ გაძლიერდა, თითქმის ქალაქში დღეს იმდენი დანაყოფია, რამდენიც ესაჭიროება ჩვენ ქალაქს. გვაქვს უახლესი აღჭურვილობა. წყალზე სამაშველო სამსახურს რა შეეხება ეს სფერო მიტოა გაყოფილი, რომ ქალაქში არსებული წყალსატევები და მდინარეები, რომელიც მოიხსენება ჩვენი მოქალაქეების აზარტი, ემსახურებით მათ უსაფრთხოებას, მდინარე მტკვარზე, ზღვაზე, ტყუის ტბაზე და სხვა იმ პატარა წყალსატევებზით, სადაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ბატონო, რა მოეთხოვება გარდა იმისა, რომ რაღაც გარკვეული ფიზიკური მონაცემი უნდა კონდეს მაშველს, აი კიდე რა კრიტერიუმებით ირჩევა ეს ადამიანი? აი რა მახასიათებელია? ფიზიკური მონაცემების გარდა მაშველს აუცილებლად უნდა კონდეს ის დიდი ფსიქოლოგიური ნიჭი, რომელიცაც უნდა იყოს შეგუებული, რომ მას მოუწევს არა მარტო სამაშველო ოპერაციების ჩატარება იმ ტექნიკის გამოყენებით, არამედ მოუწევს რაოდენაც საკვირველი არ უნდა იყოს დაშავებულთან, დაზარალებულთან, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებთან ექნება ადამიანის არის შემთხვევები, როცა პირდაპირ გარდაცვლილის ცხედართან გვამთან უწევს ურთიერთობები, არის ისეთი ექსტრემალური სიტუაცია, რომ მას არ უნდა ეშინოდეს სიმაღლის და სხვა ბევრი რაღაც ისეთი ფაქტორებია, რომელზედაც მაშველი ყოველთვის მზად უნდა იყოს. თუ ის მზად არ არის, იმ შემთხვევაზე წასვლა იმისთვის უფრო მეტი სარისკოა, ვიდრე მისი და ფიზიკურისა ალბათ ძალიან ეს ნერვი ძლიერი უნდა ხო, გაწონასწორებული ფსიქიკის ადამიანი უნდა იყოს. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. უნდა იყოს იმ განსაცდელის დასალახავად, ბარიერების გადასალახად მზად, რომელსაც იმ დროისთვის ის დაზარალებული არის, ვთქვათ, ის დაზარალებული არის იმ მდგომარეობაში. შეიძლება უკიდურეს შემთხვევაში თვითონ აღმოჩნდეს აუცილებლად, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს თავის უსაფრთხოება და საერთოდ ნათქვამია ყველაზე კარგი მაშველი ჯანმრთელი მაშველია და ჯანმრთელია, რა თქმა უნდა. სხვათა შორის რისკსაც ძალიან ხშირად უწევთ წასვლა. ანუ მართლა გმირია და გამბედაობაა საჭირო. აი თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როცა მაშველი სხვის გადასარჩენად რაღაცა სიტყვაზე თუნდაც ფიზიკური უნიშნულოვანი რაღაცა დაზიანება მიიღო. ან რაღაცა ფატალურად დამთავრდა, აი ყოფილა ეგეთ შემთხვევაში. შეეხება მნიშვნელოვანს და უმნიშვნელოს ეს ჩვენ გამოვყავით თვითმაშველებმა, რომ უნიშნელოვანი და უმნიშვნელო გამოძახების სახეები, თორემ უბრალო მოქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანია. ჩვენ სპეციალური აღჭურვილობით, სპეციალური გამოცდილებით გავყავით და უმნიშვნელოდ ჩავთვალეთ ის ექსტრემალური სიტუაცია, რომელსაც ჩვენ უსაფრთხოების ნორმების დაცვით ვანხორციელებთ, მაგრამ მოქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რისკს, ყოფილა ესეთი შემთხვევები და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევა მაშველი მეხანძრე მაშველის რისკთან არის დაკავშირებული. თავს წირავს ფაქტიურად ადამიანის თუნდაც სიცოცხლის გადარჩენისთვის არის პრინციპში ვინც ეხა ამ სხვათა შორის მე მივხვდი რომ ძალიან პოპულარულია თქვენი პროფესია. ნუ კონკრეტულად ყოველთვის მაშველები და მეხანძრეები, იმიტომ რომ ნაკადი ძალიან დიდი ყავთ, ხო? ანუ ახალგაზრდებს სურვილი აქვს, რომ თქვენთან დაიწყონ მუშაობა. მაგრამ აი ეხა გოგო მოყო პირველ ერთი თვე ვიყავ, დაწყებული მქონდა მუშაობა და წარმოვიდგინე ეხა ერთ თვეში შენ ისე უნდა მოემზადო, რომ გამოძახებაზე რომ გავედით, პირველად ესე მომიწია თოკით მერვე სართულიდან ეხა დაშვება. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული გაქვს, შეიძლება მიდიხარ ამ